დილა მშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. წარმატებული დღე ყველას. სიხარული და სიყვარული არ მოგვაკლოს ღმერთმა. ჩემო თბილებო. ყავა მინდა, ტკბილი მინდა, მაგრამ მეზარება რო წავიდე ახლა. და მოვითანო. და დავნიოთ ტკბილი ყავა. არაფერი არ მაქვს შესატანებელი. ყავა დავნიოთ ტკბილი. ეს მიმდინარე წვიმა, ესე წერია და სად არის წვიმა? ამის პროგნოზი არ არის სანტურა ვიცია. მე წვიმა არ არის. და კარგი ამინდიც არ არის. მარცხელა. მაგრამ მაშინ დავია, ეკოსანტრო. მაგრამ არ წვიმს ყოველ შემთხვევაში. ჩემი მაკიაჟი დღეს თვალები სხვანაირად ჩავიხატე. მომწონს ძალიან ეს ფერი. ისეთი მუქი ყავის ფერია თავიდან რო ვადებ თვალის კუთხეში და მერე რო იშლება აღარ არის ეგეთი. ძალიან კარგ ფერზე ჯდება. რო უკრო ჩაშლი. ქვედა ბოლო ჩავით. მომენატრე ქვედა ბოლო. ეს ლამაზია. დილებით არის აქ. ესეთი წელი აქვს ძალიან ლამაზი. აი ესეთი. ლამაზია ძალიან. ეს ქვედაბოლო მიყვარს. ტანზეც ძალიან ლამაზად დგას. ერთი მაქვს და დიდია ის და ვერ ხმარობ. კლასიკური შავია ისიც. ზოგიერთი კომენტარი მაოცებს, გოგოებო, მაოცებს. არ ვიცი. რატო ვართ ესეთი ადამიანებს რაღაცნაირად როცა რაღაცას ამბობს. რატო ვერ ვენდობით? რომ ის სიმართლეს ამბობს. ცხოვრებაში არაფერი არ მომიტყუებია არავისთვის. ტყუილი არასდროს არ მithქობს, იმიტომ რომ ტყუილი ცოდვა არის გოგოებო. ტყუილით დაიწყო ყველაფერი. სატანა მოატყუა ევას. ღმერთმა დამიფაროს რაიმეს გამო მოვიტყუო. ტყუილი თქვა, ღმერთმა დამიფაროს. დარის გამო თან, ტკბილების გამო, რანაირად უნდა მოვიტყუო. ego იმას უფრო გავსო ფილერსო თუ ან ეგეც რო იყოს რატო არ ვიტყვი ტუჩი რომ გამიკეთებინოს დავუშვათ. სირცხვილია 90% იკეთებს ხო ტუჩს. ესენი რადგან ამომევსო
ახლა გონიათ რომ ვიღაცებს გონიათ რომ შევივსეს. ნუ ერთი კომენტარი იყო ეგეთი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი გულსატკენია ხოლმე, როცა თუ ადამიანს არ ენდობი, მაშინაც უნდა უყურო, ჩემი აზრით. ეგრეა. თუ უყურებ კიდე, ესე იგი, რა ვიცი, გჯერავს მისი, ხო? მე არ ვუყურებ ისეთ ადამიანს. ნამდვილად არ შემიძლია ისეთი ადამიანის ყურება, ვისაც არ მჯერა, ვინც არ მომწონს. და ძალიან მიყვის ხოლმე, როგორ მინდა რომ მიკროფონი ვიყიდო, იცით, რომ არ მიწერდეს ესე ძალიან ხმამაღლა ლაპარაკი. ეს გაცივდეს. არანაირი ფილერი არ გამიკეთებია და არანაირი ტუჩი და არანაირი ცხვირტუჩის ნაოჭი. გავიკეთე კბილები გოგოებო და 2 თვე დავდიოდი. უბრალოდ არ ვამბობდი, იმიტომ რომ რა ვიცი, თავიდან მე რომ მოვედი, ისეთი ალალი ვიყავი, ისეთი სხვანაირი ვიყავი. შეიძლება ვინც თავიდან მომდებთ გახსოვთ და შეიძლება ფიქრობთ კიდევაც, რომ ეს გოგო რაღაცნაირად შეიცვალა, მაგრამ ეს ცუდი არ არის, ცუდი გაგებით არ შევიცვალე, იმიტომ რომ მართლა იმდენი ცუდი თვალიც მიყურებს, რომ რაღაცას რომ ვამბობ ხოლმე, ვეღარ ვისრულებ იმ სურვილებს. ამიტომ მიჩვენია არ ვთქვა და გავაკეთო და მერე გაჩვენოთ. ვისაც გიხარიათ, მერეც გაგეხარდებათ, არ არის პრობლემა ეგ. ამითი ვფიქრობ, რომ რაღაცა ცუდს არ ვაკეთებ. ამას ჩემთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს მიზნები, ანუ ზოგიერთებმა ჭკუა მასწავლეს, ამის თქმა მინდა. ეს მიზნები და სურვილები, რაც მაქვს ხოლმე, ძალიან მალე ვისრულებ, როცა წინ და წინ არ ვამბობ ამას. ერთმა მომწერა, რომ ჟანაო თითქოს ფილერი გაიკეთეო, ისე ლამაზად გაქო და ისე ამოგევსო ეს ლოყები. ამ კომენტარზე არ მაქვს მე ლაპარაკი, ჩემო ძვირფასო. ამაზე არ მაქვს ლაპარაკი, არ გიგონოს რომ მე შენზე ვამბობ. ეს გასაგებია, როგორც მომწერე. მე სხვა კომენტარზე ვლაპარაკობ, რომელმაც პირდაპირ ისე მომწერა, რომ შენ ფაქტიურად ვატყუებ ცხვირტუჩის ფილერს უფრო გავს ეს ვიდრე კბილებს, ესე სწრაფად როგორ გაიკეთეო, ნუ არ ვამბობ, ყველაფერს არ ვამბობ. 2 თვეა ან მეტი დავდივარ მე კბილებზე, სანამ ამოვიღე, სანამ მომიშუშდა, სანამ ეს, სანამ ის დიდი ხანია. ნუ ხო, თუ არ ვიტყვი, როგორ მიხვდებით ახლა? კი, კბილის ამოღება არ არის ადვილი, მაგრამ მე თან ვიღებდი ვიდეოებს და ესე ვაკეთებდი ამ ყველაფერს. კი, მაგარი გოგო ვარ და შემიძლია ეს ყველაფერი. გავაკეთო ისე, რომ რაღაცა არ მიმჩნეოდეს ეს ტკივილი. მე არ მიყვარს ჩემ ტკივილებზე ლაპარაკი ხოლმე ისედაც. და ნიკაც მეტყვის ხოლმე, დედა როგორ ხარ? ძველ ხო არა ხარ და არა და წნევა რომ მქონდა იმ დღეს. როგორ არა დედა ცუდად ახარა თუ არ მეუბნებ? არ მიყვარს ლაპარაკი. ბავშვებთანაც არ მიყვარს, საერთოდ არ მიყვარს. როცა რაღაცას ტკივის ვგრძნობ, რომ ვიღაცას მოვახვიო რა. წავალ იქნიდან თუ საჭიროა. და იქ იმს ვეტყვი. აი ესია. ამაში ნეტა შეკარ ჩავყარე ხო? მგონი. ცით რა კბილია, წავიდეთ იქით. ხო და ასე ჩემო სიხარულებო, ასეთი ამბები. დიძუთით. კომენტარები.
რამდენიმე მაინც ამოვიკითხო. ჩემი ძველი ტელეფონი რო ვერ ველევი გოგოებო, ამას უყურე. როგორ დაფხაჭნული, დახაზული, გატეხილი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად ასჭის. ამ ტელეფონს და მაინც ვერ ველევი. გიამ ხომ აჩუქა თავისი. ვერ ხმარობ ამას. ეს მიყვარს ძალიან. არც ერთი ნაკაწრი არა აქ, ნახეთ. როგორ იცის ხო ნივთებმა მიჯაჭულობა? ძალიან დიდი მიჯაჭულობა იცის ნივთებმა, ეგრეა კი. ინტერნეტს ვერ ვrtħaw, რატო? თითოთით. ვნახოთ. გადავიდე ახლა საკითხებზე. რომ მოვიტან ხოლმე ისეთი დამშვიდებული ვარ მე. ძალიან. ეს პომადა. მე უკვე ვიწებ ხოლმე გამზადებას, იმიტომ რომ საჭმელი როცა არის სახში ძალიან მშვიდად ვარ ხოლმე რა. ამდენი კაცები რომ ყავს. პატარაც უკვე ისეთია, რომ დედასაჭმელი ერთი რავი რამდენჯერ იძახის რა დღეში. რო თამაშობს ძალიან კარგად მოუმატა და მიხარია. მაგრამ მაინც პრეტენზიულია, აი გუშინ გადაარჩია, კარტოფილები ამომიყეო. აჯაფსანდალიაში ჭამა. თამაშობს მთელი დღე და ეხლა შივდება ძალიან. ძლივ ჩავრდე ესე. აბა ვნახოთ. ახალი თუ არის რამე. გემრიელად მიითვი ჟანი ყოველდღიურად ამწერს მშვიდობაში შენაძენებიო. გუშინ ჩვენი შოპინგის ამბავი. ვეცით აზები რო ვიყიდე, უცბად მოვიფიქრეთ რა გასვლა და ეს კრანი რო გაფუჭდა. მაგისოთაბა როგორ დაიბას ადამიანი. სპეციალური სათლელი რო არისო ჟანა კარტოფილისო ის შეიძინე ძალიან ადვილად თლისო ბოსტნეოსო იფსკნევაოსე ასე რო წვალოფო. თინათინ კაპანაძე, მადლობა. ჩემთვის თინათინ. ის როგორ აღარ გოგოებო. ხო მადლობთ. მაგ ყველაფერს, ეგ ყველაფერი მე მქონდა. აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა. და მე რო გადმოვედი აქ. ყველანაირი წვრილმანი, არ ვიცი, აი თიხის ქოთნებიც კი მქონდა, ლობიოს სადაც ვხარშავდი და თიხის ჯამები სადაც უნდა ამგო, ანუ რა, ყველაფერი. მე ეს ყველაფერი არ მიგვის, ვიღაცა მომწერა იმ დღეს. იგრანაირი ტაფის ამოსარევი გაქვს, რომელიც საუკუნეაო და მე არ მიგვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მქონდა და ფაქტიურად მოვინდომე ახლიდან ყველაფრის შეძენა, აწყობა, ყველაფრის ახლიდან, ჩემი ბუდის ახლიდან აშენება და ეს არის ძალიან საინტერესო. ძალიან მიხარია და სიამოვნებს ეს პროცესი. შეიძლება რაღაც მომენტში დამღლელი არის იმ მხრივ, რომ იწელება, კი, მაგრამ ამავდროულად უკვე იმას ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რომ მივაღწევ,
მე რაღაცა სიცარიელი არ ვიგრძნო, იმიტომ რომ ძალიან დიდი мотиваციაა ეს ჩემთვის, ძალიან დიდი მიზანი არის ეს ჩემთვის, ერთიანი დიდი ფული არც მინდა რომ მიჩვენია რომ ნენელა გავაკეთო ეს ყველაფერი და ნენელა ავაშენო ჩემი ბუდე და ყველაფერი იქნება. უფრო დიდი რაღაცები რო არის გასაკეთებელი, თითქოს იმ ყველაფერს არ ყვიდურობ, ახლა დანაც ყოფნის იმითი ვთლი და რაღაცა უფრო სხვა რაღაცებს ვფიქრობ, სხვა რაღაცაზეა ჩემი ენერგია მიმართული და მაგიტომ. თორე რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა, ახლა მაგას რო ლარიანი სათლელი ვიყიდო, ხო? არაფერი არ უნდა. რა თქმა უნდა, სწორად გავიგე ეს კომენტარი და უღრმესი მადლობა. ხო, ეს ციტია. ეს გამოვიწერე თემუდან. თემუ იყო ძალიან ახალი შემოსული, მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამანათი გამოვწერე ეს და გამოვწერე ნიკასთვის ტრაპები ხელზე რო იხვევენ. სხვათა შორის კარგი არის. დღემდე მაგას ხმარობს, რა ვიცი, გამოადგა და გამოვწერე ქვები, ბუნებრივი. და ესეც მაშინ გამოვწერე, გოგოებო, ნახეთ, რამდენი ხანი გასულ, არ ვიცი, 1 წელია მაგ. იმის მერე რაღაცნაირად მივხვდი, რომ უნდა რო ვუყურებ ხოლმე რა, რო იწერე და ძალიან ბევრი რაღაცა უაზრობა ჩამოდის, ძალიან ბევრი რაღაცა კაი ჩამოდის, მაგრამ უნდა იცოდე, რა უნდა გამოწერო და მე ფულს ისე ვუფრთხილდები და იმდენად ძალიან სწორად მინდა რომ დავხარჯო და გავანაწილო და ასე შემდეგ რომ მიჩვენია აქ ვიყიდო, აქ ავარჩიო, ვიდრე თემუზე უცბად მოხსნა 200 ლარი და რაღაცა 50 ლარის რაღაც ჩამომივიდეს, რასაც გამოვიყენებ. ამიტომ რავი აღარ ვიწერ. ჯუმიდანაც გამოვწერე ერთხელ, ჯუმი უფრო ის არის უკეთესი. მაგრამ ერთი ზომით პატარა ჩამოვიდა შარვანი ნიკასთვის გამოვწერე და მათ ეს უნახავ. ერთი ზომით პატარა ძალიან კარგი ხარისხია და იმიტომ არ დავაბრუნე. ჯუმიდან შეიძლება გამოწერა, მაგრამ კაი რაღაცეები გოგოებო რო გამოიწერო ჯუმიდან. აი შარვანი ჩემთვის რო გამოიწერო 85 ლარი. მაგაზინ დაბაფასიანს თუ გამოიწერა, არც იქ არ ევარგება. და 85 ლარში ახლა მე აქაც ვიყიდი, ძალიან მაგარი შარვალი ვიყიდე, გუში რომ ეცვა, მაგაზე ლამაზი არ იქნება ალბათ არც ის. ძალიან მაგარი ლამაზია, კარგი დგომა აქვს და 90 ლარი მივეცი H&M-ში, მაგ შარვალში. და ნუ აქაც გამოვიჭერ ახლა მაგ ფაში. თუ გინდა რომ კარგი იყიდო, ფეხსაცმელიც ჯუმზე ღირს 100 ლარი, 100 ლარში აქაც ვიყიდი. რავი, აქ გავისინჯავ მაინც და ვნახავ. ყავას შაქარს თუ დავუმატებ, მართლა აღარაფერი აღარ უნდა. არ ვიცი, რაღაცა მინდა ჩემ თმებს გავუკეთო. აი თმებზე კი მინდა რომ გავიკეთო ბოტოქსის თერაპია. მგვია მე მგონი არ ვიცი ბოლომდე რა გვია გოგოებო, მაგრამ მინდა რომ თმებზე გავიკეთო, თმებს მივხედო ძალიან მინდა. გონი ეგრე ქვია. როთ მაგას სწოროს დაამძიმოს, რა ვიცი, ძალიან მინდა რა და შევიჭრა თუ არა, შეჭრას გონი გადავიფიქრებ და მაგას გავიკეთებ. თმებზე მინდა ბოტოქსი, ტუჩებზე, თვალებზე და ასე შემდეგ არ მინდა ნევსის მიკარება, იმიტომ რომ რა ვიცი. ეხლა რა პრობლემაც მქონდა სანამ კბილებს გავიკეთებდი, ეგ
ზოგჯერ მეგონა ხოლმე მეც რომ იყო იმის ბრალი, რა ქვია, ნახეთ როგორ ამომევს, არანაირი ის აღარ მაქვს პრობლემა მაგ მხრივ. ტუჩები სხვანაირი გახდა ყველაფერი აბსოლუტურად და თან ვფიქრობდი შეიძლება კბილები რომ არა მაგ გვერდებზე მაგის ბრალია, თან ვფიქრობდი მაგას, თან რავი ესე ძალიან როგორ არის, ხო, როგორ ჩამიცვივ და შეიძლება სიგამხდრის ბრალიც არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს იყო კბილების ბრალი. რომ ტუჩიც იყო შემევსო ტუჩი მართლა თითქოს რაღაცა გავიკეთე ისე ჩანს და აი ეს ნაუჭებიც. ეს ნაუჭები, ტუჩები და აი ეს გვერდები. აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს. ხო, ესეთი ვიყავი მე. არაფერი ჩარევა არ მაქვს გაკეთებული არც სახეზე და საერთოდ თუ დააკვირდებით ძალიან მაგრად ეტყობათ, ვინც ნევსით იკეთებს რაღაცებს, ეტყობათ გოგოებო და ძალიან კაია მასაჟი სახისა. აი მაგაზე შეიძლება მისვლა, იარო და რატომაც არა. გაიკეთო სახის მასაჟი, არანაირი ნაოჭი არ წამოგივა სახეზე და ძალიან კარგად გექნება სახე. ნევს არას ვეუბნები მე. ნევს არა და მასაჟი რატომაც არა, მაგაზე ვფიქრობ კიდევაც. მაგრამ ჯეჯერობით. რაც არაფერი არ მინდა. ისე მაქვს, გადატკეცილი მაქვს სახე და ჩემტოლებს ვუყურებ, ესე არა აქვთ. მე უფრო კარგ მდგომარეობაში მაქვს, მით უმეტეს რაც დავიწყე ის კრემები. კრემები რაც დავიწყე. ეონის. და მასაჟი კიდე, მასაჟი ძალიან კაია, ეგ არც გვიან არ არის, არასდროს პროფესიონალი უნდა აიჩიო, პროფესიონალთან იარო და გაიკეთო სახის მასაჟი, კანიც მკვრივდება, ტუჩიც იზრდება და წავედი ახლა. მიკროფონსაც ვიყიდ და უფრო გაუმჯობესდება რადიო ჩამომივა და მერე მაგერ ჯუმიდან ვიწერ. იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები იაფიღებს მათ და კი. ოღონდ უნდა იცოდე აი ნიკამა წერინებს. უნდა იცოდე რა უნდა გამოიწერო გოგოებო ეგეც რა ძალიან ის არის. როგორც ლილოში უნდა იცოდე რაზე უნდა წახვიდე ჯუმზე, თემუზე. თემუზე ჭურჭელი იაფია, ჩემი აზრით. ჯუმზე მაგალითად ძვირია. შეიძლება სხვა ხარისხია და მაგიტო, არ ვიცი, მაგრამ ერთი და იგივე ჭიქები, ერთი და იგივე ფერში, რავი 20 ლარით მიდიღით და ანუ რა, დაკვირვება უნდა, საიდან რა უნდა გამოიწერა. ტანსაც მის გამოწერა, ჩემი აზრით, არ ღირს არც ერთი საიტიდან შეიძლება ქოში გამოიწერო ან რაღაცა, ეხლა თორე ტანსაც მენიჯობი აქილით. მაგას მე ეგრევ ამჯობინებ, რომ გაისინჯო, მოირგო, შეიძლება 10 ლარით ძვირი ხიდეს და აქ ჯობდეს ხიდო. კი, ესეთი ამბები. მიყვარხარ ძალიან, გოცნით, გეფერებით, ჩემო სიხარულებო ეხლა რომ წავიდე. ორნაბიჩკა და ვირბინო უცებ და დროებით ამას ავტვირთავ, ეხლა გიტვირთავ თავ ვიდეო.